ქართული სამზარეულოც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ სიღარიბესა და სიღატაკეში პირის გემოების ძებნისას ნაპოვნი იქნა ისეთი კერძები, რომელიც მეტი არსად არა. იმიტომ იქნა ის პრასი ნიგზით ეკალა და რაღაცა გაკეთებული და დღეს ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, რომ სხვა რაღაცის საშუალება არ იყო და აი ესე გენიალურად თუ ადაპტირდით ჩვენ ქართველები და შევქმნით უნიკალური სამზარეულო. აბა იმან რა ქვია ფრანგებმა ეგეთი პროდუქტებისგან გააკეთონ ეგეთი გემრიელი ისა თუ ეხლა იმ რა მუსებს და იმას რომ ამზადებენ ეგ რომ ხონოდა ჩვენც კი გვექნებოდა კაცო არანაკლები ეხლაც გვაქვს კაცო სამზარეულო უბრალოდ ჩვენ შევქმნით რა 1.5 მილიონ კერძს მაგრამ აი ჩვენ გვაქვს ეს 30 კერძი ძირითადი მაგრამ მაგარი რა და იმიტომაც არის მაგარი რომ არ საიდან მოვიტანეთ რომ